საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით ჩემო პატარებო. დღეს ვაგრძელებთ ჩვენ ანბანის შესწავლას. გაიხსენეთ წინა გაკვეთილზე, რომელი ასობგერა შევისწავლეთ. დიახ, ეს იყო ასობგერა ღ, ღანი. დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი ასობგერა, თანხმოვანი ასობგერა, რომელსაც ქვია სახელწოდება ლ. ლ ასობგერა ანბანის რიგის მიხედვით მე-11-ია. მას სახელწოდებაც აქვს და ლასი ქვია. ლასი ანბანის გულია, ვით-სალოცავი სამება ანბანის დიდმა შემქმნელმა. ლასი ზეცამდე ამეფა. აი ეს არის ასობგერა ლ, ბავშვებო, დააკვირდით კარგად, თქვენც მოძებნეთ თქვენს მოძრავ ანბანში ეს ასობგერა და კარგად შეხედეთ. აი მივამაგროთ დაფაზე ეს ასობგერა და მოდით ახლა მოვიფიქროთ ლ ასობგერაზე დაწყებული როგორც სიტყვები, ასევე ისეთი სიტყვები, რომლებიც შეიცავს აი ამ ასობგერას. აი მაგალითად სიტყვა ლამაზი, ძალიან ლამაზი სიტყვა არა, იწყება ლ ასობგერით. ქალის სახელი ლია, ლ ასობგერით იწყება. კარგი, აბა ვნახოთ მოვიფიქროთ სიტყვა კედელი. აი კედელი ლ ასობგერით არ იწყება, მაგრამ შეიცავს ლ ასობგერას. და ბევრი ასეთი სიტყვის დასახელება შეგვიძლია. ეხლა მე თქვენ გეტყვით ერთ გამოცანას, რომლის პასუხშიც ზუსტად ლ ასობგერა არის და თქვენ უნდა გამოიცნოთ, რომელი სიტყვაა ეს და ზუსტად ლ ასობგერა მიგანიშნებთ მის სწორ პასუხს. თავს ხერხიო და ბოლოს ნამგალიო. აბა რა არის? დიახ, ეს არის მამალი. მამალი იცით რა არის? რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, ეს არის შინაური ფრინველი. არა? ძალიან სასარგებლო შინაური ფრინველი. აბა რა აქვს მამალს ისეთი თვისება, რაც განსაკუთრებულია სხვა ფრინველებისგან? მან ყივილი იცის და სარგებლობა მას იმით მოაქვს, რომ ყველაზე მთავარი, რომ დილაობით აღვიძებს ადამიანებს, არა? დილით ყველაზე ადრე ყივის მამალი. კარგით. მოდით ახლა ავაწყოთ ჩვენ ეს სიტყვა დაფაზე მაგნიტური ასოებით. აი თქვენ კი მოძრავი ანბანით შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. ჩვენ გვესმის ასობგერა მა. მარცვალი მა, აი ნახეთ ბავშვებო. დავწერთ მა, დავამაგრებთ. შემდეგ ისევ მა და მესამე მარცვალი გვესმის ლი. ნახეთ? აი გამოგვივიდა სიტყვა მამალი. აბა დააკვირდით კარგად. მოდით დავმარცვლოთ ჩვენ ახლა ეს სიტყვა. ლი. დააკვირდით კარგად. რამდენი მარცვალი გვაქვს ამ სიტყვაში? 3. რა თქმა უნდა 3. და რატომ? იმიტომ რომ ამ სიტყვაში 3 ხმოვანია. და რომელი ხმოვნებია ეს? ა და ი. სიტყვაში იმდენი მარცვალიაო, რამდენიც ხმოვანიაო, ხომ გახსოვთ ეს წესი? ეხლა მოდით აი ამ სიტყვაში ჩვენ ბევრი ცვლილებები შეიძლება შევიტანოთ, არა? ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაშოროთ ასობგერა, მარცვალი, ან დავამატოთ, ან შევცვალოთ, ან სიტყვა დავამატოთ. მოდით დღეს ასეთი სავარჯიშო შევასრულოთ. თუ ჩვენ აი ამ სიტყვას მოვაცლით ბოლო მარცვალს, აი ლის, გამოვა სიტყვა მამა. ხო, სხვა მნიშვნელობა აქვს აი ამ სიტყვას. კარგი, ისევ დავამაგროთ ლი. თუ ჩვენ აი ამ სიტყვაში შევცვლით მ ასობგერას ღ ასობგერით, აი ნახეთ, სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვას მივიღებთ და ეს სიტყვა კი არის მაღალი. აი ასე მრავალნაირად შეგვიძლია ჩვენ სიტყვებში ვცვალოთ ასობგერები, მარცვლები და სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვები მივიღოთ. ანუ ვითამაშოთ, ხო, აი ამ ასობგერებით და მე ახალ-ახალი სიტყვები მივიღოთ. მხოლოდ ის ასობგერები, რომელიც ნასწავლი გვაქვს, ხო, შეგვიძლია ამის მონაცვლეობა გავაკეთოთ. კარგი, რახან ჩვენ მამალზე საუბრობთ ამდენს, მე მინდა თქვენ ერთი ძალიან საინტერესო ლექსი მოგასმენინოთ. ნოდარ დუმბაძის ლექსი მამალი.
რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ და ზეპირადაც კი ისწავლით. როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა. მამიკომ თქვა, რა ვქნათო? ბებიკომ თქვა, სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო. ხვდა ეს რომ გავიგე, მამალს ხელი დავტაცე და ბებიკოს უჩუმრად კარადაში დავმალე. მერე იცით რა მოხდა? ბებომ შიშით იკივლა, იმ სულელმა მამალმა კარადაში იყივლა. მოგეწონათ არა ბავშვებო ლექსი? კარგით, ძალიან კარგი თუ მოგეწონათ. ეხლა მოდი წავიკითხოთ ჩვენ მამალი ტექსტი, სადაც უამრავი სიტყვები შეგვხვდება, რომელშიც ლასობგერა არის უხვად და ამის წაკითხვის შემდეგ ჩვენ უფრო კარგად გვეცოდინება ეს ასობგერა. აბა დააკვირდით კარგად, აი ზუსტად მიმ მამალზია საუბარი, რომელიც მე თქვენ ლექსიც კი გითხარით მის შესახებ. დააკვირდით როგორი ლამაზია, როგორი ნამგალივით კუდი აქვს, თავზე ხერხივით ბიბილო, აი გამოცანაში ხომ გითხარით, თავს ხერხი ბოლოს ნამგალიო. აი ზუსტად აი ასე გამოიყურება ეს ლამაზი მამალი. პირველი სიტყვა წერია მამალი. აი ნახეთ, პირდაპირ ვკითხულობთ მამალი. არც მარცვლავთ, არც ასობგერებად არ დავყოფთ. იმიტომ რომ ხატია მამალი. ეხლა დავმარცვლოთ. მა-მა-ლი. ნახეთ, სამი მარცვლისგან შედგება ეს სიტყვა, როგორც ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ. ეხლა ასობგერებად ვთქვათ მამალი. მა-მა-ლ-ი. ასობგერა ლ. აი ზუსტად ჩვენი დღევანდელი ახალი ასობგერა. ეხლა დავყოთ სიტყვები მარცვლებად. დააკვირდით აბა კარგად, სკოლა. მა-მა-ლი. ღელე. ღელი არის ბავშვებო ადგილი, სადაც მდინარე ჩამოუდის იმ ადგილს და თან ტყეც არის. ჩაღრმავებული ადგილი, სადაც მდინარეც არის და ტყეც არის გარშემო. გავაგრძელოთ კითხვა. ლიმონი. ლიმონი არის ხილი, ციტრუსი ბავშვებო. ციტრუსები ხომ იცით თქვენ, ლიმონი, მანდარინი, პორტოხალი და ასე შემდეგ. გავაგრძელოთ. ხელოსანი. აბა რამდენ მარცვლიანია აი ეს სიტყვა? დიახ, 4 მარცვლიანია ეს სიტყვა და რომელ მარცვალშია ლ ასობგერა? მეორე მარცვალშია ლ ასობგერა. გავაგრძელოთ ხო კითხვა. ღუმელი. ღუმელი არის მოწყობილობა, სადაც აცხობენ სხვადასხვა საკვებს ამზადებენ, ხო? აი ეს არის ღუმელი, ნახეთ, აი აქ წერია და მესამე მარცვალშია ლ ასობგერა. გავაგრძელოთ. ძაღლი. პორტოხალი. ნახეთ, 4 მარცვლიანი სიტყვა შევხვდა ჩვენ კიდევ და ბოლო მარცვალშია ლ ასობგერა. ლიში არის ლ ასობგერა. ლიმონი, პორტოხალი ისევე როგორც ლიმონიც, ხილია ციტრუსოვანი, ხო? თოვლი. ეს 2 მარცვლიანი სიტყვა. ეხლა მოდი გადავიდეთ წინადადებების წაკითხვაზე. ღუმელი გავახურეთ. ღუმელი გავახურეთ წერია აი აქ. 2 სიტყვიანი წინადადება. შემდეგი ნელი ნათელას და. ნელი ნათელას და. 3 სიტყვიანი წინადადება შევხვდა და 2 სიტყვაში მონაწილეობს ლ ასობგერა, ნახეთ. ხვდება ლ ასობგერა. გავაგრძელოთ. ლომი ძლიერი ნადირია. ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა. აბა რამდენ სიტყვიანია აი ეს წინადადება? 1 2 3 4. 4 სიტყვიანი წინადადება. გავაგრძელოთ ახალი აბზაციდან. ამ დიდ სახლში სკოლაა. 4 სიტყვიანია ეს წინადადებაც. ლილი
დილით, ადრე, ადგა. ისაუზმა და სკოლისკენ გაეშურა. ეხლა სწრაფად წავიკითხავ ამ წინადადებას. ლილი დილით ადრე ადგა, ისაუზმა და სკოლისკენ გაეშურა. ნახეთ ბავშვებო, რამდენ სიტყვიანი წინადადება შეგვხვდა. 1 2 3 4 5 6 7 8. 8 სიტყვიანი წინადადება შეგვხვდა. სადაც სასვენი ნიშანი ძიმეც არის აქ შეგვხვდა ძიმეც, ხო, ჩვენ ადრე ძიმე არ გვისწავლია და აი ახლა პირველია ეს თქვენთვის. გავაგრძელოთ წინადადებების კითხვა. იგი მუდამ დროზე მიდის სკოლაში. აი იგი ვიზია საუბარი? ლილიზია საუბარი. ლილი გოგონა არის, ხო? ეს წინადადება არის რამდენ სიტყვიანი? აბა დააკვირდით. დიახ, 5 სიტყვიანი წინადადებაა. კარგი, იმედი მაქვს თქვენც წაიკითხავთ ამას რამოდენიმეჯერ და უფრო სწრაფად ისწავლით კითხვას. ეხლა მოდი გადავიდეთ სურათების დათვალიერებაზე და თან დავასახელოთ ამ სურათების სახელწოდებები და ყველა ამ სურათის სახელწოდებაში მონაწილეობს ლ ასო ბგერა. აბა დააკვირდით კარგად, ჩვენ ტექსტში შეგვხვდა სიტყვა ფორთოხალი. აი ზუსტად ფორთოხალია დახატული აქ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გიყვართ ეს ციტრუსი, არა? მოდი დავმარცლოთ სიტყვა ფორთოხალი. ფორთოხალი. 4 მარცვლიანია ეს სიტყვა, ხოლო ლი არის მეოთხე მარცვალი. გავაგრძელოთ შემდეგი სურათი, ეს არის ბალი. აბა დააკვირდით კარგად. ბალიც ხილის ერთ-ერთი სახეობაა, ხო? დავმარცლოთ მოდი ბალი, ბალი. 2 მარცვლიანია, აქაც მეორე მარცვალში მონაწილეობს ლ ასო ბგერა. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს ძალიან კარგად ხედავთ თქვენთვის ნაცნობი ცხოველია, ეს არის აქლემი. აქლემი უდაბნოს ცხოველია და ძალიან ძლიერი, ხო? უწყლოობას დიდხანს უძლებს და ამიტომაც უდაბნოში შორ მანძილზე ატარებენ ხოლმე. კუსში იგროვებს არასაკვებს და წყალს და ამიტომაც ის ძალიან გამძლე ცხოველად ითვლება. აბა დააკვირდით კარგად. აქლემი როგორ გამოიყურება და მოდი დავმარცლოთ ახლა ჩვენ მისი სახელწოდება. აქლემი სამმარცვლიანი სიტყვაა, მეორე მარცვალშია ლ ასო ბგერა, მარცვალში ლ. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის ხელი. ხედავთ ხომ კარგად? ხელი. ხელი ადამიანის ერთ-ერთი ნაწილია, ხო? ადამიანი ხო ნაწილებისგან შედგება და ხელი მისი შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. მოდი დავმარცლოთ სიტყვა ხელი. ხელი. მოდი ასო ბგერებად ვთქვათ ხელი. ხ ე ლ ი. დიახ, ძალიან კარგი. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ შემდეგ სურათზე. აი ეს ლამაზი ჩიტი არის ბულბული. ბულბული. სამმარცვლიანი სიტყვაა, ხედავთ? ბულბული მგალობელი ფრინველია. მას ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და საამურად გალობს. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. აი ეს კი არის ჩვენი დღევანდელი თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი ქუჩის ადგილი, მოედანია უფრო სწორად, ნახეთ, ეს არის თავისუფლების მოედანი. დააკვირდით წმინდა გიორგის აგერ მონუმენტია, აგერ გამოსახული და თბილისი წერია აი აქ. თბილისი, სამმარცვლიანია ეს სიტყვა, ხო? თბილისი თქვენ ხომ იცით რისი დედაქალაქიც არის თქვენი სამშობლო? საქართველოს დედაქალაქია თბილისი, რა თქმა უნდა. კარგი, მოდი გავაგრძელოთ შემდეგი სურათი განვიხილოთ. აი ეს არის ზუსტად მე რო გავახსენე, ზემოთ ეს არის ხელე, დინარის ნაპირი, რომელიც ჩაღრმავებულ ადგილას მიედინება და თან მცენარეებით არის ხეებით გარშემორტყმული, ხო? აი ეს არის ზუსტად ღელე. ნახეთ? აი ხელე, ორმარცვლიანი სიტყვაა ესეც და მეორე მარცვალში მონაწილეობს ლ ასო ბგერა. შემდეგი სურათი არის მოცემული აქ ჩვენი თბილისის
სკოლა, ერთ-ერთი სკოლა, აქ პირველი გიმნაზიაა, ხო? რუსთაველის გამზირზე პირველი გიმნაზიის ფოტოა გადაღებული. მოდი დავმარცხლოთ სიტყვა სკოლა, სკოლა. აქაც ორი მარცვალია. ძალიან კარგი, განვიხილეთ ჩვენ ეს სურათები. ეხლა გადავიდეთ წინადადების წაკითხვაზე. თქვენ ძალიან კარგად უნდა დააკვირდეთ ამ წინადადებას, რადგანაც ამ წინადადებაში დაცულია ინტერვალი ასობგერებს შორის, სიტყვებს შორის და ეს თქვენ წერის დროს უნდა გაითვალისწინოთ. აბა დააკვირდით კარგად. სოფლის. პირველი სიტყვაა სოფლის. ღელეზე. მეორე სიტყვაა ღელეზე. ხიდია. ხიდია. მას სრულყოფილად წარმოვთქვათ ეს წინადადება, სოფლის ღელეზე ხიდია. სამ სიტყვიანია ეს წინადადება და ლ ასობგერა მონაწილეობს როგორც პირველ სიტყვაში, ასევე მეორე სიტყვაში. ხო, დააკვირდით კარგად? დიახ. მოდი ახლა ვისწავლოთ ლ ასობგერის ჩაწერა. როგორ უნდა ჩაიწეროს ასობგერა ლ? ნახეთ, აბა დააკვირდით კარგად. ჩვენ წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ ასობგერა ღ-ს ჩაწერა, դ-ს ჩაწერა და აი ზუსტად ლ-ც მათ გავს ძალიან ახლოს არის მასთან წერის მიხედვით. აბა დააკვირდით კარგად, თუ ჩვენ ღ-ს ვიწყებდით მთავარი უჯრის დაბლითა ადგილიდან, აი დაბლითა ნაწილიდან და მას ორ უჯრაში ვანაწილებდით, აი ლ-ს კი სამ უჯრაში უნდა განაწილება. იგივენაირად ვაკეთებთ, როგორც ღ-ს, ოღონდ სამ უჯრაში ვანაწილებთ. ნახეთ ბავშვებო, ფეხი, ამას ქვია ლ-ს ფეხი. ისევ ვუბრუნდებით ამ ხაზს, ავდივართ მთავარ უჯრაში, ვაკეთებთ რკალს და აი როგორც ღ-ს და д-ს იგივენაირად უკეთებთ ზედა ნაწილს. ნახეთ? აი ესე უნდა ჩაიწეროს ასობგერა ლ. მე კიდევ ერთხელ გიჩვენებთ, როგორ ერთი უჯრა უნდა გამოვტოვოთ აუცილებლად, ნახეთ, სამ უჯრაში, მერე ვბრუნდებით უკან, ავდივართ მთავარ უჯრაში და აი ასე სამი რკალისებური წრით ვასრულებთ აი ამ ჩაწერას. აი მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ლ ასობგერა მეორენაირად კიდევ შეგხვდებათ, აი წერის დროს ხშირად წერენ ხოლმე ერთკბილიან ლ-ს ეძახიან ამას. მე მაინც გიჩვენებთ, როგორი არის ერთკბილიანი ლ, რომ თქვენთვის უცნობი არ იყოს ის ასობგერა. თქვენ ჯერ ასეთი ლ-ების წერას მიეჩვიეთ და კარგად რომ ისწავლით, მერე შეგიძლიათ ერთკბილიანი ლ-ც დაწეროთ. აბა კარგად დააკვირდით, ერთკბილიანი ლ, რა თქმა უნდა, მისი ფეხი ერთ უჯრაში ჩაიწერება, არა? აბა დააკვირდით კარგად. აი ნახეთ. ერთ უჯრაში ისევ ვუბრუნდებით ამ უჯრას, მაღლა ავდივართ და უკეთებთ რკალს. კიდევ ერთხელ გიჩვენებთ, ნახეთ ბავშვებო. აი, ავდივართ მთავარ უჯრაში და უკეთებთ რკალს. აი ასეთი ლ-ების ჩაწერაც თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ. მოდი ახლა ავარჩიოთ ჩვენი ტექსტიდან ერთ-ერთი წინადადება, სადაც ლ ასობგერები ცოტა უხვად გვექნება და ჩავწეროთ, როგორ უნდა ჩაიწეროს წინადადება უჯრებში. მოდი ავიღოთ ასეთი წინადადება, ლომი ძლიერი ნადირია. ასეთი წინადადება ავიღოთ, კარგით? მოდი დავწეროთ ეს წინადადება. აბა დააკვირდით ჩემი ხელის მოძრაობას, პირველი სიტყვა გვესმის ლომი. ნახეთ, ჩვენ ლ-ს დაწერა ხომ ვისწავლეთ უკვე. ლო მი აი დავწერეთ პირველი სიტყვა ლომი. ეხლა ვწერთ მეორე სიტყვას ძლიერი. ორი უჯრა აუცილებლად უნდა გამოვტოვოთ სიტყვის დამთავრების შემდეგ. ც ლი ძლი р ძლიერი ნადირია, ხო? ორი უჯრა კიდევ გამოვტოვოთ. ნა
დი რი ა და აუცილებლად უნდა დავსვათ წინადადების ბოლოს წერტილი. აბა კარგად დააკვირდით. კარგით, ეხლა მე თქვენ მინდა მოგასმენინოთ ერთი ანდაზა, რომელიც სწორედ լ ასობ გერაზე იწყება და ეს ანდაზა შეძლებს დაგვრად გავაანალიზოთ. კარგი და თქვენც დაისწავლეთ და გაითვალისწინოთ ცხოვრებაშიც ამ ანდაზის შინაარსი, ხო? ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა ოფლით არის ნაშოვნიო. აი ლუკმა լ ასობ გერით იწყება, გაამახვილეთ ამაზე ყურადღება. და რას ნიშნავს ეს ანდაზა? რომ როდესაც ადამიანი შრომობს და თავისი შრომით მოიპოვებს, მარტო ლუკმაზე კი არ არის საუბარი, ნებისმიერ რამეს, რაც აქვს მას, აი მისთვის ეს ძალიან ტკბილი და ძალიან ძვირფასია და თუ უშრომელად აქვს მას ის ყველაფერი რაც უნდა კონდეს, მისთვის ის არაფერს არ ნიშნავს და მისი დაკარგვაც არ ანაღვლებს. აი ამას ნიშნავს ეს ანდაზა. კარგი, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ჩემო კარგებო, მე მინდა ასეთი დავალება მოგცეთ, სახლის დავალება. აქ არის ასეთი სავარჯიშო, აბა დააკვირდით კარგად. აქ წერია თვითვეულ სტრიქონში ხილის სახელწოდებები, მაგრამ ეს სახელწოდებები არეულად მაქვს დალაგებული. თქვენ უნდა ეცადოთ და ისე უნდა გადააწყოთ ასობგერები, რომ მიიღოთ ხილის ზუსტი სახელწოდებები. მე პირველ სიტყვას, პირველ სტრიქონს მოგეხმარებით და დანარჩენი თქვენ თვითონ შეასრულეთ. კარგით? ლ, შ, ი, ვ, ა. რომელი ხილი შეიძლება იყოს ხილის სახელწოდება ეწეროს? ვ, ა, შ, ლ, ი. აი ნახეთ. ვ, ა, შ, ლ და ი. ნახეთ, გამოვიდა სიტყვა ვაშლი. აი აქაც ყველგან არის ხილის სახელწოდებები. ეხლა თქვენ დააკვირდით კარგად და იმედი მაქვს, რომ არ გაგიჭირდებათ ამ დავალების შესრულება. რომ ამოიცნობთ მოძრავი ანბანით რომ დაალაგებთ, მე აუცილებლად რვეულში ჩაწერეთ, რადგანაც ეს ასობგერები თქვენთვის ყველასათვის უკვე ნაცნობია. ეხლა დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ შემდეგი ჩვენი შესასწავლი ასობგერა არის ბ ასობგერა. გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. ნახვამდის.